საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. ჩვენი გაკვეთილის თემაა სხვადასხვა ტიპის ამოცანები. განვიხილოთ ახლა პირველი ამოცანა. დღის 2 საათზე საათის ისრებს შორის კუთხე რამდენი გრადუსის ტოლია? როგორ ამოხსნათ ეს ამოცანა? მოდით ავდგეთ და საათის აი ესეთი პატარა მაკეტი დავხატოთ. აი. და გავაკეთოთ დანაყოფები. რამდენი დანაყოფი უნდა გავაკეთოთ? 12, ხო? აი, გავაკეთეთ დანაყოფები. 12 დანაყოფი. აქვე დავაფიქსიროთ, ჩვენ გვაინტერესებს დღის 2 საათზე დიდი ის არის დგას 12-თან, პატარა ის არის დგას 2-თან. აი, ამ კუთხეზეა საუბარი. ეს კუთხე გვაინტერესებს რამდენია? როგორ ამოხსნათ? ახლა რა გავაკეთოთ? ზოგი მაგალითად მიხვდება, რომ წრიული კუთხე არის 360 გრადუსი, შეხედეთ, 360 გრადუსია წრიული კუთხე და დანაყოფების რაოდენობა მთლიანად რამდენია? 12, ხო? 360 უნდა გავყოს 12-ზე. ზოგი მაგალითად ზოგს მოსწონს, რომ განეხილოს გაშლილი კუთხე, ხომ არის 180 გრადუსი. აი, ეს რომ განვიხილოთ გაშლილი. შეხედეთ? 180 გაყოფილი რამდენზე? თუ გაშლილ კუთხეს განვიხილავთ, გვაქვს რამდენი? 6 დანაყოფი. მაშინ გაყოფილი 6-ზე. ზოგი ხვდება მაგალითად, რომ აი 3-დან 6-მდე, აი ამ კუთხეზეა ლაპარაკი, არის 90 გრადუსიანი კუთხე და ის დაყოფილია 3 ტოლ ნაწილად და 90-ს ყოფს 3-ზე. 3-ვე ეს ამოხსნა არის სწორი. და ის უდრის რამდენს? აი ყველაზე პატარიდან ვიანგარიშოთ, ხო? ეს არის რამდენი გრადუსი? 30 გრადუსი. მაშასადამე დანაყოფიდან დანაყოფამდე აი ეს ყოფილა 30 გრადუსი. აი ეს კუთხე. აი ეს კუთხე დანაყოფიდან დანაყოფამდე არის 30 გრადუსი. ახლა გადაუბრუნდეთ ჩვენ ამოცანას. თუ ვიცით ჩვენ რომ დანაყოფიდან დანაყოფამდე 30 გრადუსია, 2 საათზე საათის ისრებს შორის რამდენი დანაყოფია? 1, 2. მაშასადამე იქნება რამდენი? 2 × 30. ეს არის 60 გრადუსი. ჩვენი ამოცანის პასუხიც სწორედ ეს არის. განვიხილოთ ახლა ასეთი ამოცანა. 8 რიცხვის არითმეტიკული საშუალოა 27. ამ 8-დან რომელიღაცა 5-ის ჯამია 93. რისი ტოლია დანარჩენი 3 რიცხვის საშუალო? ეს ამოცანა თავდაპირველად დაგაბნევთ, მაგრამ ნახეთ ახლა ჩვენ როგორ გავაკეთოთ. თქვათ ეს 8 რიცხვი, ნუ დავკონკრეტდებით და აღნიშნოთ A პირველი, A მეორე, A მესამე. აი შევხედოთ რაზეა ლაპარაკი. 8 რიცხვია A პირველი, A მეორე, A მესამე, A მეოთხე, A მეხუთე, A მეექვსე, A მეშვიდე და A მერვე. აი 8 რიცხვია. 8 რიცხვის არითმეტიკული საშუალო, აბა გავიხსენოთ, უნდა შევკრიბოთ და გავყოთ 8-ზე. შევკრიბეთ და გავყავით 8-ზე. ხო? აი ეს ტოლია 27-ის. ახლა რაღაცა უკვე გამოჩნდა, ხო? ახლა გვითხრეს, რომ ამ 8 რიცხვიდან რომელიღაცა 5-ის ჯამი 93-იაო. ნებისმიერი 5 ავიღოთ 1, 2, 3, 4, 5. თქვათ პირველი 5-ის ჯამი არის 93 და გადავწეროთ მოდი ახლა ეს მეორენაირად. პირველი 5-ის ჯამი ხომ არის 93? ამათი ჯამის ნაცვლად დავწეროთ 93 მაშინ. 93 დავწეროთ და მივუმატოთ. ახლა აინტერესებს დანარჩენი 3 რიცხვის საშუალო. მოდი დანარჩენი 3-იც რაიმე ერთი რიცხვით აღვნიშნოთ. ნუ x-ით აღვნიშნოთ მაგალითად. ხომ და ეს x არის
მოდი აქ დავაფიქსიროთ x არის a მე-6 პლუს a მე-7 და პლუს a მე-8. a მე-8. ახლა უყურეთ, ეს რიცხველი გადმოვწერეთ ჩვენ, ხო? ეს არის გაყოფილი 8-ზე და უდრის 27-ს. აქედან ხომ შეგვიძლია გავიგოთ ახლა ჩვენ x-ი. მოდი ვიანგარიშოთ 93-ისა და x-ის ჯამი უდრის 8-27-ს. მოდი ზეპირად გავაკეთოთ 8-7 არის 56, 5-ს ვიმახსოვრებთ 16 210 ყოფილა. ესე იგი, აი 93-ისა და x-ის ჯამი არის 216. ხო? ახლა აქედან x-ი რას უდრის? x-ი უდრის 216-ს გამოკლებული 93. 6 გამოვაკლოთ 3 არის 3, 11-ს გამოვაკლოთ 9 არის 2 და აქ დაგვრჩება 1. x-ი ყოფილა 123. ახლა დაუბრუნდეთ და გავიხსენოთ x-ი რა არის? შევხედოთ, x-ი არის 3 რიცხვის ჯამი. ხო? 3 რიცხვის ჯამი და ჩვენ ამოცანა რას გვეუბნება? ამ 3 რიცხვის არითმეტიკულ საშუალოს გვეუბნება. შეხედეთ, 3 რიცხვის ჯამი უკვე ვიცით. ანუ a6 + a7 + a8 ვიცით. ეს 3 რიცხვის ჯამი 3-ზე რომ გავყოფთ, ხომ მივიღებთ არითმეტიკულ საშუალოს. მაშასადამე ის გადაგვრჩენია, რომ 123 გავყოთ 3-ზე და ეს იქნება რამდენი? 12-ში 3 მოთავსდება 4-ჯერ, 3-ში 3 ერთხელ. თურმე დანარჩენი 3 რიცხვის არითმეტიკული საშუალო ყოფილა 41. ახლა განვიხილოთ ასეთი ამოცანა. ურნაში 12 ბირთვიდან 3 თეთრია, დანარჩენი წითელი. ბირთვების რამდენი პროცენტია თეთრი ბირთვები გვეკითხება ამოცანა და რამდენი ბირთვი უნდა ამოვიღოთ ურნიდან მასში ჩაუხედავად, რომ ამოღებულებს შორის 2 მაინც იყოს თეთრი და შემდეგი შეკითხვა 2 მაინც იყოს წითელი. ესე იგი, მოდით დავწეროთ, რომ სულ არის 12 ბირთვი და აქედან თეთრი არის 3. ნუ წითელი რამდენია, რა გვინდა ამაზე? წითელი იქნება 12-ს გამოვაკლოთ 3, ხო? 9 ცალი იქნება წითელი. ახლა პირველ შეკითხვას უპასუხოს, რამდენი პროცენტია თეთრი ბირთვები? ჯერ თეთრი ბირთვები მთელი ბირთვების რა ნაწილია, ჯერ გავიგოთ. თეთრი ბირთვები მთელი ბირთვების არის რა ნაწილი? 3/12, ხო? მოდით დავწეროთ აქვე, რომ ეს არის 3/12 ნაწილი. ახლა ჩვენ გავიხსენოთ აბა პროცენტზე რომ ვისაუბრეთ, როგორ წარმოვადგინო წილადი პროცენტის სახით, უნდა გავამრავლო 100-ზე. გავამრავლო 100-ზე და ეს იქნება 25%. შეგიძლიათ ნახაზეთ შეგეძლოთ, გენახათ, რომ 3/12 იგივეა, რაც 1/4. მრიცხველიცა და მნიშვნელით 3-ზე რომ გაგვეყო. ხო? 1/4 გავამრავლებული 100-ზე უკვე 25-ია. ხო? მაშასადამე თეთრი ბირთვები ყოფილა მთელი ბირთვების რამდენი პროცენტი? 25%. ანუ 1/4 ნაწილი. ახლა შემდეგ შეკითხვას ვუპასუხოთ. რამდენი ბირთვი უნდა ამოვიღოთ ურნიდან მასში ჩაუხედავად, რომ ამოღებულებს შორის 2 მაინც იყოს თეთრი და შემდეგი 2 მაინც იყოს წითელი. ახლა ვიმსჯელოთ. 2 მაინც მინდა თეთრი. აბა შეხედეთ, დავწეროთ თეთრი. ასეთი ამოცანები იხსნება ხოლმე ყოველთვის მსჯელობთ უარესი ვარიანტიდან. ანუ მე მინდა რომ 2 მაინც იყოს თეთრი, მაგრამ იქნებ არ მოვიდა ის 2 თეთრი. მას რაც არ მინდა, რამდენი ამოვა ისეთი, შეხედეთ, მე რომ არ მაწყობს, მაგრამ მასში ჩაუხედავად თუ ამოვიღებ, შეიძლება ამოვიღო 9 და 9-ვე წითელი იყოს, ხო? ესე იგი
9 ამოვიღე, მაგრამ არც ერთი თეთრი არ არის. Აი 9-ის შემდეგ უკვე მე-10 და მე-11 უკვე სხვა ვარიანტი აღარ იქნება, ხო? და მე-10 და მე-11 უკვე აუცილებლად თეთრი იქნება. ასეთი მსჯელობა უნდა ჩაატაროთ ხოლმე ასეთი ამოცანების დროს. განხილვას ვიწყებთ უარესი ვარიანტიდან. ანუ 9 + 2 არის 11. მაშასა და მე 11 ბირთვი უნდა ამოვიღოთ, რომ მასში აუცილებლად თეთრი ერიოს 2 ცალი მაინც. ახლა წითელზე ვიმსჯელოთ და თქვენ თუ გამოიცნობთ ახლა თვითონ ისეთივე მსჯელობას. მე მინდა წითელი 2 მაინც, მაგრამ წამოვიდა რა ფერი? 3 ცალი თეთრი წამოვიდა, ხომ? თეთრი მეტი არ არის. 3 თეთრი წამოვიდა. აი ამის მერე ხომ მხოლოდ წითლები დარჩება და ის 2 უკვე აუცილებლად წითელი იქნება. ანუ 5 ბირთვი თუ ამოვიღე, მასში აუცილებლად იქნება 2 მაინც წითელი ბირთვი. მე მგონი მოგეწონათ ეს ამოცანა. ახლა ასეთი ამოცანა განვიხილოთ. 2 ნატურალური რიცხვის სხვაობა 243-ია. პირველი რიცხვის ერთეულების თანრიგის ციფრი არის 0. თუ ამ 0-ს წავშლით, მივიღებთ მეორე რიცხვს. მოდი ცოტა ხანს შევჩერდეთ ახლა. იპოვეთ ამ 2 რიცხვიდან უმცირესიო, დავამთავროთ ამოცანის პირობა და ახლა ვიმსჯელოთ. შეხედეთ ახლა რაღაცა 2 რიცხვია და ერთეულების ციფრს თუ წაუშლით, მივიღებთ იმ პირველ რიცხვსო. მაშინ რა გამოვიდა, რომ ერთი რიცხვი მეორეზე რამდენჯერ მეტია? აი მაგალითად დაგიწერთ რაიმე რიცხვს, მაგალითად 12 და 120. შეხედეთ, თუ ამას წავშლით, მივიღებთ იმ პირველ რიცხვს. ამაზე არ არის ლაპარაკი? აი ასეთი რიცხვები უნდა ვეძებოთ. მოდით ავდგეთ ახლა და აღვნიშნოთ. აი ეს უმცირესი აღვნიშნოთ x-ით. უმცირესი იყო რომელი? პირველი რიცხვის ხო, მეორე რიცხვი ყოფილა x-ი და მაშინ პირველი რიცხვი იქნება რამდენი? 10x. ახლა უკვე შეგვიძლია დავალაგოთ ეს. 2 რიცხვის სხვაობა 243-აო. ავდგეთ და ეს 2 რიცხვი გამოვაკლოთ ერთმანეთს, 10x გამოვაკლოთ x-ი და მივიღებთ ამ ჩვენ 243-ს. ხომ მართალია? ეხლა 9x არის 243 და x-ი არის 243, რომ 9-ზე გავყოთ, არის 27. ესე იგი გამოვიდა, რომ ეს რიცხვებია რა? 270 და 27, ხომ? აი დავწეროთ, აქ 27 ჯერ 10 არის 270 და აქ არის 27. მოდით მეორენაირადაც ვცადოთ, ჩემი აზრით უფრო ლამაზი ხერხია. აბა შეხედეთ ახლა. მაგალითად ეს ციფრები ჩვენ ავნიშნოთ 10 და b. მაშინ სქემატურად ჩავწეროთ. გვაქვს a, b, ეს არის რაღაც და 0, ხო? a არის ერთი ციფრი, b არის მეორე ციფრი და ეს არის 0. ამას ვაკლებთ ჩვენ რას? ab-ს არ ვაკლებთ? ab-ს. და რა უნდა მივიღოთ? 243. მოდით დავწეროთ. 243. აი შეგვიძლია ახლა ეს ამოვხსნათ და ნახოთ რას მივიღებთ. ესე იგი 10-ს ვაკლებთ რაღაცას და ვიღებთ 3-ს. რა უნდა გამოვაკლოთ 10-ს? 7, ხო? მაშინ მოდი ამას წავშლი b-ს ნაცვლად. მოდი ამოვიწეროთ, რომ b თურმე არის აუცილებლად 7. აი დავწეროთ, აქ არის 7, აქაც b-ს ნაცვლად მექნება კარგად წავშალოთ. აი აქაც b-ს ნაცვლად მექნება 7. აი შეხედეთ. ახლა გავაგრძელოთ გამოკლება. შეხედეთ ახლა 7-ს რაღაცას ვაკლებთ და ვიღებთ 4-ს. 7-ს ვაკლებთ რაღაცას. 7 აქ ხომ ერთი ავიღეთ ჩვენ. 6 გვაქვს უკვე აქ. 6-ს ვაკლებთ რაღაცას და ვიღებთ 4-ს. ის რაღაცა რა გამოდის? 2, ხო? მაშინ ჩავწეროთ აქ. აქ ყოფილა 2, აქაც იქნება 2. შეამოწმეთ თუ გინდათ, შეხედეთ 6 გამოკლებული 2 არის 4 და 2-ს არ აკლდება არაფერი. მაშასა და მე ეს რიცხვი ყოფილა 27. ორივე გზა
ორივე გზით შეგიძლიათ ამოხსნათ ეს ამოცანა. ახლა ასეთი ამოცანა განვიხილოთ. სურათების გამოფენაზე ვასიკომ წაიღო თავისი ნახატების 1/10. ნინიკომაც თავისი ნახატების 1/10. გამოფენაზე ვასიკოს ნახატების რაოდენობა 2-ით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ნინიკოს ნახატების. რამდენით მეტი ნახატი აქვს ვასიკოს? აბა დააკვირდით ახლა. მოდით აი ესე გავაკეთოთ. ვასიკო და ნინიკო. შეხედეთ, ვასიკომ წაიღო თავისი ნახატების, აი ამას წავშლი. შეხედეთ, ვასიკომ წაიღო თავისი ნახატების 1/10. გავყოთ ახლა ეს 8 ტოლ ნაწილად. აი და აი ეს წაუღია ვასიკოს გამოფენაზე. ნინიკოს ნახატებზე ხომ მეტი აღმოჩნდა. მაშინ თავიდანვე ავდგეთ და ცოტა პატარა მონაკვეთით აღნიშნოთ ნინიკოს ნახატი. ხო? ნახატების რაოდენობა. ესეც უნდა გავყოთ 8 ტოლ ნაწილად, იმიტომ რომ ნინიკომაც თავისი ნახატების 1/10 წაიღო. ანუ რა ნაწილი? აი ეს ნაწილი. შეხედეთ ახლა, ყოველი მერვედი რამდენით არის პატარა, ყოველი მერვედი რამდენით არის ნაკლები, ან რამდენით არის ვასიკოს 1/10 მეტი, 2-ით მეტი გამოდის, ხომ? 2-ით მეტი იყო ვასიკოს ნახატები. ასეთი რამდენი მერვედი გვაქვს, 8 მერვედი. მაშინ როგორ გავიგებთ? 2 უნდა გავამრავლოთ 8-ზე და თურმე ვასიკოს ქონია 16-ით მეტი ნახატი ნინიკოზე. ამ გაკვეთილზე ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის ამოცანები. ჩვენი გაკვეთილი დასრულდა. გისურვებთ წარმატებებს.